არ მიკვის ის, რაც ყირიმში ხდება. 2008-ში საქართველოში შემოიჭრა რუსული არმია. ამ მომენტამდე დიდი ხნით ადრე ვაფრთხილებდი დასავლეთს, რომ საქართველოში შემოვლენ და უკრაინა იქნება შემდეგი. ეს არის გეგმა, რომელსაც პუტინი მიყვებოდა და ეს ორივეჯერ დაემთხვა ოლიმპიადას, პეკინში და სოჩში. ამ შემთხვევაში პუტინის გეგმა სრულიად იდენტურია საქართველოში განხორციელებული გეგმისა. იგივე მასშტაბი, იგივე არაიდენტიფიცირებული სამხედრო დაჯგუფებები, რომლებიც რეალურად რუსული არმიის ნაწილებია. ამიტომაც ჩვენ უნდა ვისაუბროთ სრულმასშტაბიან სამხედრო აგრესიაზე, როგორც სამართლებრივი, ასევე ტექნიკური თვალსაზრისით. უკვე საუბარი აღარაა იმაზე, რომ პუტინი ინიღბება ეგრეთ წოდებული ადგილობრივი მხარდამჭერი დაჯგუფებებით. საუბარია 21 საუკუნეში 45 მილიონიანი ქვეყნის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიაზე უკრაინის დემოკრატიული რევოლუციის პასუხად. ის შედეგადაც დაემხო სისხლიანი ტირანი, რომელიც ამჟამად რუსეთშია გაქცეული. საქართველოს შემთხვევაში ზოგიერთი ამტკიცებდა, რომ საქართველოს უპასუხისმგებლო დამოკიდებულებამ გამოიწვია რუსეთის აგრესია. დასიტყვიან ისინი ამჯერად. ეს არის პუტინის გეგმა, რომელსაც ის განუხრელად მიყვება. ეს სცენარი ძალიან გავს მე-20 საუკუნეში ნაცისტების მოქმედებას სუდეტის ოლქში, რამაც ევროპა ჩაითრია კონფლიქტში. დღეს ევროპულმა ძალებმა ისევე უნდა აიღონ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა უკრაინაზე, როგორც თავის დროზე პოლონეთზე. ამერიკამ, ბრიტანეთმა და ასევე რუსეთმა 1994 წელს აიღეს საკუთარ თავზე გარანტია უკრაინის დამოუკიდებლობის და ტერიტორიული მთლიანობის ატომურ შეიარაღებაზე უკრაინის უარი სანაცვლოდ. ეს ვალდებულება დაარღვია რუსეთმა და დასავლეთის ქვეყნები ვალდებულნი არიან არ დაუშვან ამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევა. დასავლეთში ხშირად ლაპარაკობენ, რომ ცივი ომი დამთავრდა. სინამდვილეში მთელი ამ დროის განმავლობაში პუტინისთვის ცივი ომი მიმდინარეობს და ახლა ჩვენ შეიძლება აღმოჩნდეთ რეალურ ცხელ ომში ევროპის შუაგულში. ეს არის განსაკუთრებული გარემოება. ანექსიის კონტექსტში მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ რუსეთის სათათბირო აპირებს მიიღოს კანონი სხვა ქვეყნების ტერიტორიების რუსეთთან შემოერთების წესის გამარტივების შესახებ. ვლადიმერ პუტინი შევიდა მეზობელ დიდ ევროპულ ქვეყანაში და სურს მიითვისოს მისი ტერიტორიის ნაწილი. პარალელურად კი რუსეთის სათათბირო ცდილობს ეს ტერიტორია ოფიციალურად გააფორმოს როგორც რუსეთის ნაწილი. ეს ძალიან სერიოზული მასშტაბის პრობლემაა, როგორზეც არც კი გაუფიქრიათ ევროპაში. თუ ადგილი ექნება რეალურ ომს ორ დიდ ევროპულ ქვეყანას უკრაინასა და რუსეთს შორის ამერიკელებს შეუძლიათ ძალიან ბევრის გაკეთება. თუ ვერ გაგზავნით იქ ტანკებს, თქვენ შეგიძლიათ გაარიცხოთ რუსეთი დიდი რვიანიდან. შეგიძლიათ მიიღოთ ფინანსური სანქციები ამერიკულ და ევროპულ ბანკებში პირადად პუტინისა და მისი არაოფიციალური ანგარიშების გასაყინავად. ეს შესაძლებელია. მე მოვისმინე ობამას შეფასება, რომ პუტინს ძვირად დაუჯდება უკრაინაში შესვლა. ეს კარგია, მაგრამ მსგავსი განცხადება გაკეთდა 2008 წელს და რა დაუჯდა ეს პუტინს? რამე რომ დაждდომოდა დღეს უკრაინის პრობლემა არ იქნებოდა. ის დღეს თავს ესმის უკრაინას და აქვს დაუჯდელობის შეგრძნება. საქართველოზე 2008-ში რეაქცია მართალია დაგვიანებული იყო, მაგრამ საბოლოოდ პუტინი გააჩერა ჯორჯ ბუშმა, რომელმაც გამოგზავნა 6 სამხედრო გემი საქართველოში. მოგვიანებით გაამზადეს ვერტმფრენები. სწორედ ამან შეუშალა ხელი პუტინს საქართველოს სრულ დაპყრობაში. ცხადია, არსებობს სხვა შესაძლებლობებიც, მაგრამ ზემოთქმული შესაძლებლობის გამოყენებაზე ამჯერადაც დაფიქრება მართებს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რადგან უსაფრთხოების ინტერესია სასწორზე. თუ ამ კონფლიქტის გამო ევროპა კოლაფსმა მოიცვა, ამერიკაც სერიოზული რისკების წინაშე აღმოჩნდება.